ევროკავშირის დროშას დღეს საქართველოს ყველა ქალაქში გადააწყდებით. 2023 წლის 14 დეკემბერი უკვე ისტორიული თარიღია. სწორედ ამ დღეს ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი და ქართული ხალხის გამარჯვება. კანდიდატის სტატუსის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს არის შესაძლებლობა, რომ რეალურად ჩვენ ქვეყანაში ევროპული ცხოვრების წესები დამკვიდრდეს. ამიტომ ეს ნამდვილად მისალოცი თარიღია და ყველას ულოცავ დღეს ამას ამ ქვეყანაში. ევროკომისიის რეკომენდაციიდან ერთი თვის შემდეგ ევროპარლამენტის თქმაზე 468 ხვით 99 წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამ დღეს სტუდენტებიც ზეიმობენ. ახალგაზრდები სულობით შეუერთდნენ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობდა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და კიდევ უფრო განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ სხვა ძალიან ბევრ პერსპექტივასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება სტუდენტებს მისცემს იმის პერსპექტივას, რომ უფრო ხარისხიანი განათლება და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, გასაქარი მიიღონ ამ გადადგმული ნაბიჯისგან. მართალია 14 დეკემბერი უკვე ისტორიული თარიღია, თუმცა მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რას ფიქრობს ხალხი და რასთან ასოცირდება მათთვის ევროკავშირი. ჩემი აზრით ევროკავშირი ასოცირდება თავისუფლებასთან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. შესაძლებლობა განათლების განვითარებისათვის. ეს არის გარანტია მშვიდობიანი ცხოვრების. გზა უკეთესი კარიერისათვის. ევროკავშირის თემა განსაკუთრებით აქტუალური. რამდენიმე თვისინ მარტის აქციების დროს გახდა, მათ შორის საზოგადოებისათვის და მომახსოვრებელი იყო წყლის შეთა მოცეკვავე სალომე კენჭიაშვილი. სახელმწიფო თვალებიდან ყოველ წამს ცრემლები გადმოდიოდა, იმიტომ რომ ცრემსადენი გაზით მქონდა სულ სავსე, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვიყავი და მაგის გამო ეს რო ხედავ და რაღაცა უკვე ბოლო მომენტში იმასაც ვერ გრძნობდი, რომ სახე მეწვის, არანაირ ტკივილს აღარ გრძნობდი და ვიდექი იქ. და ეს წყლის ჭოლი რომ მომიშვეს, მე უკან ვერ დავიხევდი. წელს რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ეგ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დამსახურებაა, რომელმაც გაბედა და გამოვიდა მარტის აქციების დრო და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. IPS3 არის ევროკავშირისგან ეკონომიკური დახმარება, რომელიც მოქმედებს კანდიდატ ქვეყნებზე. მათ მიერ გამოყოფილი თაღა აღნიშნული სახელმწიფოებისათვის 2027 წლამდე ჯამურად შეადგენს 13.8 მილიარდ ევროს. თაღა გამოყოფილია როგორც სამართლებრივი და დემოკრატიული საკითხებისთვის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებისათვის. თაღას გადანაწილება კი დამსახურების და ევროპული სტანდარტების მიხედვით მოხდება. მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი. ეს სიტყვები 1999 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ წარმოთქვა. თუმცა საქართველოს და ევროკავშირის შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ 1991-92 წლებში დაიწყო. 1993 წლიდან 2004 წლამდე ევროკავშირმა 3 ძირითადი დახმარება გაუწია ქვეყანას, ეს იყო ჰუმანიტარული, ფინანსური და ტექნიკური. რთულ პერიოდშიც კი 2008-10 წლებში დახმარების მიზნით მათ საქართველოს 4.5 მილიარდი დოლარი გამოუყვეს. 2017 წლიდან ამოქმედებული ვიზო რეჟიმი ევროკავშირთან დაახლოების კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი იყო, რასაც უახლოეს პერიოდში აქტიური მოლაპარაკებები და საბოლოოდ კანდიდატის სტატუსი მოყვა.